გამოცდა ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 2. ბავშვმა 80 მეტრი გაიარა ჩრდილოეთის მიმართულებით, შემდეგ კი 60 მეტრის საწინააღმდეგო მიმართულებით და ეკითხებიან ბავშვის მიერ გავლილი მანძილის შეფარდებას გადაადგილების მოდულთან. კარგით, რომ წარმოვიდგინოთ სიტუაცია, მოდით y ღერძი მიმართოთ ჩრდილოეთის მიმართულებით, ეს იყოს y ღერძი და დაუშვათ დროის საწყის მომენტში ეს ჩვენი ბავშვი იმყოფებოდა გარკვეულ აწერტილში, აქ და 80 მეტრი გაიარაო, შესაბამისად იმოძრავებდა y ღერძის გასწვრი, ხო? ასე, მოდი ეს იყოს 80 მეტრის შესაბამისი სიგრძე. ეს არის, მოდი თანაღვნიშნოთ, ეს არის ეს ერთი უდრის 80 მეტრს. და შემდეგ საწინააღმდეგო მიმართულებითო, ხო? ესე იგი ეს ჩვენი ბავშვი მოტრიალებულა და საწინააღმდეგო მიმართულებით გაუვლია კიდე 60 მეტრი, დაახლოებით მოვიდოდა აი აქ, ხო? აი ამ წერტილში. ეს არის S2 დავარქვათ, მოდით, S2 უდრის 60 მეტრს. და ჩვენ მოგკითხებიან გავლილი მანძილის შეფარდებას გადაადგილებასთან. ახლა გავლილი მანძილი რა იქნება? S-ი ტოლი იქნება იმ ტრაექტორიის სიგრძე არის გავლილი მანძილი, ხო, რომელზეც ეს ჩვენი ბავშვი მთელი დროის განმავლობაში მოძრაობდა. შესაბამისად S იქნება S1 დამატებული S2, ანუ 80 მეტრი ჩრდილოეთით, 60 მეტრი საწინააღმდეგოდ და ამათი ჯამი გვაინტერესებს, ესე იგი ეს იქნება 180 მეტრი. და რა იქნება გადაადგილება? გადაადგილება კიდე არის, ხო, ის მონაკვეთი, რომელიც სხეულის ამ შემთხვევაში ბავშვის საწყის მდებარეობას თავიდან A წერტილში იყო და საბოლოოდ მოვიდოდა ამ წერტილში, ხო? ეს იყოს B წერტილი. აი ამ A-დან B-მდე მიმართულ მონაკვეთს უწოდებთ იქნება გადაადგილება ამ შემთხვევაში, ხო? აი ამ მონაკვეთის სიგრძე კიდე A-დან B-მდე, ანუ იგივე აი ეს მანძილი არის ეს, ხო? აი ეს მანძილი. ეს მანძილი იქნება S' დავარქვათ, მოდით, S', ეს ტოლი იქნება უკვე 80 განადამატებული 60, გამოკლებული 60, ხო, ასე? ეს იქნება 20 მეტრი. და ჩვენ რასაც ვიკითხებიან, ეს არის გადაადგილების გავლილი მანძილის შეფარდებას გადაადგილების მოდულთან. ეს კი ტოლი იქნება 140 შეფარდებული 20-თან. ეს კი არის 7-ის ტოლი. შესაბამისად პასუხი იქნება E.